ჩვენი ცხოვრება ამ სამყაროში მხოლოდ დროებითია. ჩვენ ღმერთს შევხვდებით ჩვენი სიკვდილის დროს, ებრაელთა 9:27. ცუდი ამბავი არის, ადამიანობა დაცემულ მდგომარეობაშია. პირველი კაცი და ქალი, რომლებიც ღმერთმა შექმნა, ცხოვრობდნენ ედემის ბაღში. ისინი შექმნილნი იყვნენ ღმერთის ხატად, თვითშეგნებით, გონიერებით და სიწმინდით. დაბადება 1:26. ისინი იყვნენ კარგ ურთიერთობაში ღმერთთან, სანამ არ დაუმორჩილდნენ მის ბრძანებას, რომ არ ეჭამათ კეთილისა და ბოროტის ცოდნის ხისგან. მათი დაუმორჩილებლობის გამო წყევლა მოვიდა სამყაროზე და ცოდვა შევიდა ადამიანში. დაბადება 3. ყოველი შემდგომი დაბადებული ადამიანი მემკვიდრეობით იღებდა ცოდვას და დამსხვრეულ ბუნებას. რომაელთა 5:12. ღმერთის სიტყვა აცხადებს, რომ ყველამ შესწოდა და მოკლებულია ღმერთის დიდებას. რომაელთა 3:23. ხოლო ცოდვის საზღაური არის სიკვდილი. რომაელთა 6:23. მეორე სიკვდილი ცეცხლის ტბაში. გამოცხადება 20:14-15. ჩვენი სული უკვდავია და ჩვენი ცოდვილი ბუნებისა და საკუთარი თავის გამოსყიდვის უნარობის გამო ჩვენ ვეჯახებით მარადიულ სასჯელს ჯოჯოხეთში. ჩვენ გვჭირდება მხსნელი, რათა შეასრულოს ღმერთის მოთხოვნა სიმართლისა და სიწმინდისთვის. ებრაელთა 10:1-5. კარგი ამბავი არის, არსებობს მხოლოდ ერთი სახელი და ერთი გზა მოცემული ცის ქვეშ გამოსყიდვისთვის, მიტევებისა და ღმერთთან შერიგებისთვის. ღმერთმა მისცა მხოლოდ ერთი სახელი, რომლის მეშვეობითაც ადამიანები მიიღებენ ხსნას. საქმეები 4:12. იესოს სახელზე ყოველი მუხლი მოიკეცება და ყოველი ენა აღიარებს, რომ ის არის უფალი. ფილიპელთა 2:10-11. ის არის გზა, სიმართლე და სიცოცხლე. ის არის დაპირებული მხსნელი კაცობრიობისთვის, ღმერთის ერთადერთი ძე, მარადიული და ყველაფრის შემოქმედი. ღმერთის ძე გამოჩნდა როგორც კაცის ძე, განსხეულება, რათა მოკვდებოდა ჯვარზე, სიკვდილი და კვლავ აღდგებოდა აღდგომა. მისი სხეული შეთავაზებული და მისი უბიწო სისხლი დაღვრილი ჯვარზე გახდა ერთჯერადი მსხვერპლი გამოსყიდვისთვის, მიტევებისა და ღმერთთან შერიგებისთვის. ჩვენ გადავრჩებით ღმერთის მადლით, უფალი იესო ქრისტეში რწმენისა და მისი სახარების მეშვეობით. გაერიდეთ ცრუ რწმენებს ან ცოდვილ ცხოვრების წესებს. ირწმუნეთ ღმერთი მისი ერთადერთი ძის, იესო ქრისტეს მიღებით, როგორც თქვენი უფალი და მხსნელი. სრულად ენდეთ მისი სახარების მადლს, ღმერთის გადამრჩენელ საქმეს მისი ძის მეშვეობით, განსხეულება, ჯვარზე სიკვდილი და აღდგომა. ლოცეთ გულწრფელად. ჩვენი მამა ღმერთოცაში, მე ვიღებ შენს ერთადერთ ძეს, იესო ქრისტეს, როგორც ჩემს უფალსა და მხსნელს. უფალო იესო, მე ვენდობი შენს სახარებას ხსნის შესახებ. იმეფე ჩემს ცხოვრებაში და გარდამქმენი წმინდა სულის ძალით. უფალო, გმადლობ შენი დაპირებული მარადიული სიცოცხლისა და მისი სიუხვისთვის. იესოს სახელით. ამინ. ნამდვილი რწმენა იძლევა ხსნის სრული გარანტიას. ღმერთმა დაჰპირდა მარადიულ სიცოცხლეს იესოში რწმენის მეშვეობით. 1 იოანე 5:9-13 და ჩვენ არ შევეჯახებით მეორე სიკვდილის განაჩენს, რადგან გადავედით სიკვდილიდან სიცოცხლეში. იოანე 5:23-24. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფიზიკური სხეული შეიძლება მოკვდეს, ღმერთი კვლავ აღადგენს მას, ვინც ირწმუნებს, არასოდეს მოკვდება მარადიულად. იოანე 11:25-26. ღმერთი ფლობს მომავალს. ვერავინ წაგვართმევს მის ძლიერ ხელიდან. იოანე 10:27-29. ვერაფერი დაგვაშორებს ღმერთის სიყვარულს ქრისტე იესოში. რომაელთა 8:15-29. ღმერთის სული ჩვენში ბინადრობს და რჩება ჩვენთან ჩვენი უფალი იესო ქრისტეს დაბრუნებამდე. ეფესელთა 1:13-14. ღმერთის სურვილი შენთვის, როგორც მისი შვილი და ქრისტიანი. მოინათლე მამის ძის და წმინდა სულის სახელით წყალში ჩაძირვით. მათე 28:19. იზარდე მადლში და ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ცოდნაში. დარჩი მასში და მის სიტყვებში, როგორც შენი რწმენისა და ღმერთის სიყვარულის მტკიცებულება. იოანე 15:5-7-10. ილოცე მათე 6:6-7. ისწავლე ბიბლიიდან მათე 11:28-30. იოანე 17:17 და იმეგობრე სხვა ქრისტიანებთან, რომლებიც სულიერად და ჭეშმარიტად თაყვანს სცემენ ღმერთს. იოანე 4:23-24.